ჯერ მას პინძლობ წლის გახსნით საკრიო შოუს. მე ლევან ქერდიყოშვილი. წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან თამაზ ურუშაძე თბილისი Just steel toe ground left come for bleeding far behind. You think it's fame that cars a name. Watch how real men earn their fame. One person love. Not a behind grips, hero shorts, cause all the hours I spent 10,000 scars. Not a single wig bird, my tape's not given, it's burned in, yeah. მოკრივე თბილისიდან წითელი კუთხე ლუკა Barnovi! It's burning, yeah. You felt the pressure. I breathed it in, turned every setback to skin beneath skin. No highlight reel, just receipts of pain. Receipts that whisper you rise again. Fingertips strong, cold steel bars. Counting breaths like falling stars. You wanted cheers, I wanted core. The kind that doesn't crack when doors slip shut. Trophies claim it won't survive the test. Mine's written in bone, not borrowed vet. მას ასე მეგობრებო პირველი ორთაბრძოლა რომელიც შედგება 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიან ორთაბრძოლაში ერთმანეთის წინაშე წარდგებიან დებიუტანტი მოკრივე თამაზ ურუშაძე თბილისიდან ხოლო მისი მეტოქე უკვე შეიძლება ითქვას რომ გამოცდილი ლუკა ბარნოვი იქნება ლუკა ბარნოვი წარმოადგენს კრივის კლუბ გლებს რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მიხეილ ბაკაშვილი და რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალური კრივის კლუბია დღევანდელ საქართველოში მინდა გითხრათ რომ ველი ძალიან საინტერესო დაპირისპირებას ლუკა ბარნოვს აქვს წაუგებელი სერია ბოლო პერიოდში უკვე გამოიჩინა თავი საქართველოშიც საზღვარგარეთაც წარმატებით დაასრულა წლის დასაწყისში ბრძოლა საფრანგეთში ახლა კი მისი მეტოქე იქნება თამაზ ურუშაძე რომელიც ეცდება ლუკა ბარნოვის წარმატებული სერიის შეწყვეტას კრივში ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მე პირადად ძალიან მაინტერესებს თამაზ ურუშაძის ასპარეზობის ხილვა რაც შეეხება ლუკა ბარნოვს შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კარგი მოკრევია, მონდომებული, ხასიათიანი მოკრევია და სწორედ ესეც განაპირობებს მის წარმატებულ სერიას ბოლო პერიოდში. საინტერესოდ მიმდინარეობს ბრძოლა. უკვე მოუსინჯეს მოკრივეებმა ერთმანეთს მკლავის ძალა და პირველივე ბრძოლიდან ჩანს რომ დღეს გველის ძალიან საინტერესო, ძალიან დაძაბული, გამორჩეული საკრივო შოუ. მინდა გითხრათ რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი Boxing Group Promotion-თან ერთად იწყებს წელს უკვე და აგრძელებს შარშანდელი წლიდან მოყოლებულ ორთაბრძოლების სერიებს. და სასიხარულოა რომ წლის გახსნითი ბრძოლაც წლევანდელი წლის უკვე საინტერესოდ იწყება. მინდა გითხრათ რომ დაგეგმილია კიდევ არაერთი ორთაბრძოლა წლევანდელი წლის განმავლობაში, მათ შორის საქართველოს ჩემპიონის ქამრების გათამაშება, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონის ქამრების გათამაშება და ყოველთვიურად ქართული კრივის კომაქს აუცილებლად ექნება საშუალება რომ დაესწროს კრივის ორთაბრძოლებს პროფესიონალურ კრივის რინგზე იხილოს როგორც ახალი სახეები, ასევე გამოცდილი მებრძოლები და მიიღოს სიამოვნება ნამდვილი კრივით. ძალიან კარგი შეტევა იყო ლუკა ბარნოვის, თუმცა წაქცევა მხოლოდ ფეხის აცურების შედეგად მოხდა. ნახოთ. კიდევ ცდილობს ბარნოვი, თუმცა თამაზ ურუშაძე ნამდვილად ჯერჯერობით ძალიან კარგად იცავს თავს. კარგი ჯები ურუშაძისგან. ბრძოლის ხასიათს რაც შეეხება, ბარნოვი ცდილობს იმუშაოს პირველ ნომრად, თვითონ იწყებს შეტევებს, ურუშაძე ამ შეტევაზეა ორიენტირებული და
ესეც ლოგიკურია გამომდინარე იქიდან, რომ ოდნავ უფრო მაღალია ურუშაძე, შესაბამისად ბარნოვს სჭირდება ახლოს მისვლა, ახლოდან ბრძოლა. ვფიქრობ, საინტერესო რაუნდი იყო. შესაბამისად ბარნოვს უფრო ემჩნევა გამოცდილება. რაფორმაცია როგორ შეაფასებენ? აია შეხვედრის რეფერი გახლავთ ბატონი მერაბ მაისურაძე, ძალიან გამოცდილი პროფესიონალური კრევის მსაჯი და მის თვალებს არაფერი გამოეპარება, ძალიან აქტიურად ადევნებს თვალს ორთაბრძოლას. ასევე მინდა გითხრათ, რომ გვერდითი მსაჯები ამ ორთაბრძოლის გახლავან, ასევე საერთაშორისო კატეგორიის WBC-ს მიერ სერტიფიცირებული კრევის მსაჯები ბატონი გელას ხირტლაძე, ინდიანოზაძე და ბატონი ვაჟა ცაციაშვილი, რომელთაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს როგორც პროფესიონალურ კრევში, ასევე ოლიმპიურ კრევში მსაჯობის. შესაბამისად, ამ მხრივ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ ნამდვილად ობიექტურად და მაღალ პროფესიონალურად განსჯიან დღევანდელ ორთაბრძოლებს. კარგი შეტევა იყო. ნამდვილად უნდა მოუმატონ მოკრევებმა, სწორედ ამასაც ცდილობენ. აი კიდევ ერთი ძლავრი შეტევა ლუკა ბარნოვის შესრულებით. ურუშაძემ ცოტა მეტად უფრო უნდა იაქტიუროს, საკუთარ თავზე აიღოს, კარგი დაცვა ამ შემთხვევაში. გითხრათ, რომ დღევანდელი ორთაბრძოლების თავარი დაპირისპირებები იქნება საერთაშორისო ორთაბრძოლები, ქართველი მოკრევები დაუპირისპირდებიან უცხოელ მებრძოლებს. ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოკრევე 2025 წლის საუკეთესო ქალი პროფესიონალი მოკრევე ეონა ფიროსმანაშვილი, ძალიან ძლიერი აზერბაიჯანის ქალთა კრევის ლიდერის, 5 წლის აზერბაიჯანის ჩემპიონის ლალა მადათოვას წინააღმდეგ გავა რინგზე.
ვინც ადევნებს თვალს ამ ორთაბრძოლებს YouTube-ის არხზე Boxing Georgia, მინდა გითხრათ ორთაბრძოლები კიდევ ახლობით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, თუ ვინმე ახლო ხართ, შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები Ticket.gz-ზე და მოუსწროთ ნამდვილად საინტერესო ორთაბრძოლები გელით. როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთი იქნება თეონა ფიროსმანაშვილი, ხოლო მეორე დღის მთავარ ბრძოლაში იბრძოლებს გიორგი გიგნიაშვილი იბრძოლებს ირანელი მეტოქის წინააღმდეგ. მთავარ ბრძოლაში გიორგი გიგნიაშვილი დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პერსპექტიული მოკრივე პროფესიონალურ კრივში. დაუმარცხებლად აგრძელებს თავის კარიერას, შარშან დატესტა საკუთარი თავი პროფესიონალურ კრივის რინგზე და ველით მისგანაც მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას. ასე რომ დაელოდეთ ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული შოუ გვექნება დღეს. ცალკე უნდა აღვნიშნო აპრილში დაგეგმილი დიდი საკრივო შოუ, რომელშიც ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოკრევე. დაუმარცხებელი გივი თოდუა მიიღებს მონაწილეობას, მოგეხსენებათ გასულ წელს გივი თოდუამ მსოფლიო კრივის ორგანიზაციის WBF-ის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა თბილისში გამართულ ბრძოლაში და წელს უკვე თოდუა ეცდება საკუთარი საჩემპიონო ქამრის დაცვას. უკვე დაწყებული აქვს გივი თოდუას მზადება. რაც შეეხება გივი თოდუას შესახებ ქართული კრივის კომაგმა ყველა მიცის, ნამდვილად ამომავალი ვარსკვლავია თოდუა. პროფესიონალური კრივის, ოლიმპიური კრივშიც არაერთი საქართველოს ჩემპიონია, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. ძალიან პერსპექტიული, ძალიან მაგარი მოკრივეა და ყველა დიდი მოლოდინი თველით აპრილის დღეს, როცა თბილისში შედგება მართლაც ძალიან დიდი და გრანდიოზული საკრივო შოუ. ახლა კი დაუბრუნდეთ ჩვენ ორთაბრძოლას, ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ მოსაწყენია, პირიქით საინტერესო ორთაბრძოლა მიდის, ბარნოვის უპირატესობა ჩემი აზრით გამოკვეთილია შემთხვევაში, თუმცა დებიუტანტი მოკრივის ყვალობაზე ურუშაძე კარგად იცავს თავს. თუმცა თუ სურს რომ ამ ბრძოლაში გარდატეხა მოახდინოს, აუცილებლად უნდა მოუმატოს, კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს. ბრძოლაში შესაბამისად მოკრივეებს მართებს სრული კონცენტრაცია, პროფესიონალურ კრივში ერთი დარტყმით შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ რაუნდში მოიპოვონ მეტოქეებმა უპირატესობა და სრულად აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები. ნამდვილად ტექნიკური მოკრივეა ურუშაძეც, კიდევ ტექნიკურად იმუშაოს, კარგად გაუმკლავდეს ბარნოვის შეტევებს. თავის მხრივ ბარნოვი ჩაურ სტილში რინგის ცენტრი აქვს დაკავებული და ცდილობს აი ეხლა ძალიან კარგი მოთხოვნა იყო ურუშაძის მხრიდან, ძალიან კარგი მოქმედება იყო. აი ეს პირდაპირ წასვლას ძალიან კარგად იპასუხა ურუშაძე. ნამდვილად სწორედ ამას ვამბობდი, რომ ტექნიკური ჭკვიანი მოკრივე ჩანს, კარგად გადის, მეორე ნომრად შესანიშნავად მუშაობს. თუმცა ბარნოვი აგრძელებს თავის ჩეულ სტილში
აქტიურობას. კარგი შეტევა იყო ბარნოვის, თუმცა კუთხეში თავი კარგად დაიცვა ურუშაძეც. კიდევ ერთი, ტექნიკური მოქმედება შორიდან, შორ დისტანციაზე ურუშაძე ნამდვილად კარგად მოქმედებს. სწორედ ამიტომ ცდილობს ბარნოვი მაქსიმალურად ახლო დისტანციაში შეცვლას. ძალიან კარგი მოქმედება იყო კიდევ ერთი ურუშაძის, ნამდვილად ჩანს რომ ეს მოკრივე არ არის, ასე ვთქვათ, ასე რომ ბოლო წუთებია რაუნდის, მოკრივეებს მეტი აქტიურობა მართებთ. ბოლო ენერგიები რაც აქვთ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ და ეცადონ რომ შეასრულონ თავიანთი გასაკეთებელი ბოლომდე. იმიტომ რომ ყველა დარტყმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს საბოლოო შეფასებისთვის. კიდევ ერთი კარგი შეტევა იყო ამ შემთხვევაში. ასე ბრძოლაში გაიგია ეს რაუნდიც. ნახოთ როგორი იქნება მსახიობის ვერდიქტი. საინტერესო ბრძოლა გამოვიდა, ვფიქრობ ურუშაძის დებიუტი შედგა, აჩვენა ამოყრევა თავის შესაძლებლობები. საინტერესო იყო ბარნოვის ხილვაც და დაველოდოთ საჭთა გადაწყვეტილებას. და ქულათა შეჯამებით 37-40, 37-39, 37-39 ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა მოკრივემ წითელ კუთხეში ლუკა ბარნოვი. ბარნოვის გამარჯვებათა სერია გრძელდება.